გამარჯობა მეგობრებო, ახლა წავიკითხე სტატია, რომლიდანაც გავიგე, რომ 19 წლის ონკოპაციენტს წარმატებით ჩაუტარდა ოპერაცია, რომლის შედეგადაც ხერხემლისა და თავის ქალის გადაკვეთიდან ამოუღეს სიმსივნე, რომელიც გამოიღეს თვალის ფოსოდან. ხოდა მე ამ სტატიაში ასევე წავიკითხე, რომ თურმე მანამდე ამ გოგოს ამავე საავადმყოფოში გაუკეთეს სხვა ოპერაცია და თავის ტვინიდან ამოუღეს ქათმის კვერცხის ხელა სიმსივნური წამონაზარდი. და მერე აღმოაჩინეს ესეც. ანუ ეს ოპერაცია დამთავრდა წარმატებით და მერე აღმოაჩინეს, რომ ხერხემალზე გაიჩნდა რაღაცა და ანუ თვითონ ეს ოპერაცია, რომელიც იყო თან ძალიან რთული არის, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ თურმე 1 მილიმეტრითაც რო რაღაცა შეეშალოს ექიმს იქ შეიძლება ფატალურად დასრულდეს ან პარალიზით ან სამუდამო კომით და ასე შემდეგ და ყველაფერი წარმატებით დასრულდა და კარგად არის ხა ეს პაციენტი, მაგრამ უბრალოდ წარმოვიდგინოთ, რომ გახარებული ადამიანი მივიდა თავის ექიმთან, რომ თავის ტვინის სიმსივნე ამოუღეს და ეხა ესეუნება, რომ კარგი ამბით დავიწყო თუ ცუდით და ანუ ჩემი აზრით ეს არჩევანი უკვე ძალიან შემაშფოთებელი არის, როცა შენი ექიმი ამ ხელა ოპერაციის მერე მაგ შეკითხვას გისვამს. მაგრამ თქვათ და აირჩია, რომ მოდი ჯერ კარგით დავიწყო და გაიგო, რომ ძალიან მაგარია, რომ ეს თავის ტვინიდან ამოღებული სიმსივნე გაქრა საერთოდ, მაგრამ ეხა უცებ ეუბნებიან, რომ ცუდი ამბავი ის გვაქვს, რომ ეხა ახალი აღმოვაჩინეთ ხერხემალზე, რომელიც ძალიან ახლოს არის თავის ქალასთან და შესაბამისად ყველაზე კაი ვარიანტი არის, რომ თვალიდან შევიდეთ. აი რამდენიმე თვის წინ რო ვიყავით და თავის ტვინიდან რო ამოგიღეთ რაღაცა, ხო, აი მაგის გავლით უნდა გავიაროთ ხერხემლამდე, იქ იმას მოვკიდო რაღაცა კაუჭი და წამოვათრიო და გამოგიღო თვალიდან. და თან თუ რაღაცა შემეშალა, ხოდა რა ვქნათ ეხა ჩავყაროთ წყალში ეს თავის ტვინიდან ქათმის კვერცხის ხელა კიბოს ამოღების ოპერაცია და ამას მოაკვლევინებ თავს თუ ცადოთ. ხოდა თუ რაღაც სირთულეები გაქვთ ცხოვრებაში და რაღაც ფიქრობთ, რომ როგორ გადავლახოთ და რაღაცა, გახსოვდეთ, რომ გოგოს, რომელსაც ჯერ კვერცხის ხელა სიმსივნე ამოუღეს ტვინიდან, მერე ხერხემლიდან ამოუღეს და თვალიდან გამოათრიეს ახალი სიმსივნე.